პირველ რიგში მინდა საზოგადოებას შევახსენო 3 წლის წინ დაწყებული ჩვენი, მათ შორის ხალხის ძალის პოლიტიკა საზოგადოებისთვის სიმართლის თქმასთან დაკავშირებით. 3 წლის განმავლობაში ხალხის ძალის დიდი ძალისხმევის შედეგად, შემდგომ უკვე ხელისუფლებას რომ მიეცა შესაძლებლობა რომ ასევე სიმართლე ეთქვა საზოგადოებისთვის, მოგვცა საშუალება რომ აი ამ დეზინფორმაციას გამკლავებოდით, რა დეზინფორმაციას დღემდე მოდის უცხოური ძალებისგან. ის რომ ხალხის ძალის წერილები, რასაც ჩვენ წავიკითხავთ და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მესიჯები ერთ-ერთში ემთხვევა ერთმანეთს, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა, რასაც ქვია ოჯახურ ღირებულებების დაცვა, ტრადიციების შენარჩუნება, ომის მაგივრად მშვიდობის დამყარება, ეს არის ზუსტად ის პათოსები, რა პათოსითაც ჩვენ ხალხის ძალა და შემდგომში უკვე ხელისუფლება და მთლიანად ქართული საზოგადოება ვაწარმოებთ სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული ღირებულებების დაცვას. იგივე პათოსებით ამერიკის პრეზიდენტი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებდა იგივე შეტყობინებებს საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ეს წერილი არის აბსოლუტურად ლოგიკური, რომ სვავს კითხვას დიდი პატივისცემით ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, რომ ერთ-ერთში ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს, ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, LGBT პროპაგანდასთან და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორობასთან დაკავშირებით, USAID-ის და ესეთი უცხოური გავლენების შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ ყაველაშვილი სვავს კითხვას, რომ რატომ ხდება ნაკლები ყურადღება საქართველოს მიმართ, რომლის მიმართაც არის არასამართლიანი დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის მხრიდან და რაც შეეხება დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, სათანადო დონეზე არ არის გამახვილებული ყურადღება. ვიმეორებ, არავის დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელიც ქართულ ოცნებაში დაფუძნებიდან არის, შემდგომში ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და სიმართლის მოყვარული ადამიანია და ბუნებრივია აბსოლუტურად მის წერილში დასმული ეს კითხვა ამერიკის პრეზიდენტის მიმართ დიდი პატივისცემის ფარგლებში, რა თქმა უნდა, რომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკის ყურადღების გარეშე ხა საქართველოს ვერ შეძლებს დაიცვას სუვერენიტეტი, თუმცა რა თქმა უნდა ამერიკის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის პათოსი ამ წერილში. ძალიან ლოგიკურია, ვიმეორებ კიდევ ერთხელ. გადავახვიოთ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის და თუნდაც დღევანდელი მესიჯები და მოვისმინოთ ხალხის ძალის და შემდგომში ქართული ოცნების მესიჯები და დღევანდელი ჩვენი მესიჯები აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის დღეს ძირითადი საკითხები, ტრადიციები, მშვიდობა, ომი, პარტნიორობა, შავი ფულის არხარჯვა და ასე შემდგომ. და ბუნებრივად არის კითხვა, რომ როცა ჩვენი პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა, რატომ ხდება, რომ საქართველოს მოხსენება ამ შემთხვევაში არის ნაკლებად. ამ კითხვაზე პასუხი რომ ჩვენ გქონდეს მიხეილ ყაველაშვილი არ გააგზავნიდა ამ წერილს. პასუხი ჩვენ შეიძლება გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ Deep State იბრძვის ყველგან და მათ შორის სხვათა შორის ამერიკაში და ამას თავად ამერიკის პრეზიდენტი ადასტურებს. მისი ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ Deep State იბრძვის ამერიკაში. სახელმწიფო მდივანი ადასტურებს, რომ Deep State ცდილობს გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციაზე ამერიკაში. თავად პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ Deep State ებრძვის მას, მათ შორის ევრობიუროკრატია და რა გასაკვირია ეხლა, რომ ჩვენ გქონდეს ასეთი განცხადებები და რა გასაკვირია, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენც ვართ, ასე ვთქვათ, ის ობიექტი, რომლის მიმართაც, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის Deep State და სწორედ ამას ემსახურება ყაველაშვილის ეს წერილი თავისი კოლეგის მიმართ, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, რომ ამ შემთხვევაში აი ეს პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთში ერთნაირი და თავსებადი, რატომ არ იძლევა საშუალებას, რომ დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის პროცედურები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სურვილი თავიდანვე გამოვხატეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სურვილი გადავშალოთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები.
ნუ მოლოდინი ჩვენ გვაქვს ისეთი, როგორც ქონდა ყოველთვის სამწუხაროდ deep state-დან. როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქონდა მოლოდინი, რომ შეეცდებოდნენ არეულობას, ასევე შემდგომ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით შეეცდებოდნენ არეულობას და ეხლა რა თქმა უნდა ამ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ასევე შეეცდებიან არეულობას. ესე გვაქვს მოლოდინი, თუმცა რა თქმა უნდა ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტური უმრავლესობა დგას იმ პოზიციაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კი არა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართულ სუვერენიტეტს, სიმშვიდეს ქვეყანაში, ქართველი ხალხის განვითარებას და ნებისმიერი ის კანონები, რომელიც დაიცავს მშვიდობას, დაიცავს ქალების, ბავშვების, მამაკაცების დახოცვას საქართველოში, შავი ფულის შემოდინებას საქართველოში და დეზინფორმაციას დაიცავს საქართველოში, რა თქმა უნდა ამ კანონებს არავინ არ გააუქმებს. ვიმეორებ, თუ შენ მე მთხოვ, რომ აბსოლუტურად გავნადგურდე, აღარ იყოს აღარ ტრადიცია, აღარ ეროვნულობა, აღარ სიმშვიდე, იყოს აქ ომი, ქაოსი და ტერიტორიები გამოიყენოს სხვა სახელმწიფომ, რა საკითხი უნდა დამისვა ისეთი და რა ვიზა უნდა მომწე ხა ისეთი, რომ გავცვალოთ ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხი იმასთან დაკავშირებით, თქვათ, უსამართლოდ თან. უსამართლოდ ვიმეორებ, რაც ხაზგასასმელია ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ერთი საკითხი დააყენონ, რომელიც ხელს უშლის ვიზა ლიბერალიზაციის არსებობას საქართველოში. ექვს თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ ნახა საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რომ ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში. და ამას ნახავს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ქართველი ხალხი დასკვნაში, რომელსაც ჩვენ გამოვიტანთ სესიაზე და ეს იქნება უკვე საჯარო და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დაჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც ქმნიდა რეჟიმებს, რომელსაც უწოდებდა დანაშაულებრივ სისტემას, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ განმეორდებით, რომ სხვა თანამდებობებზე ადამიანის დანიშვნა, გათავისუფლება, წასვლა, გადანაცვლება და ასე შემდგომ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მით უფრო იმ ფონზე, რაც არის დღევანდელ მსოფლიოში, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ყურადღებით მიდის პროცესები საქართველოში და ამ შემთხვევაში ანდრიო ხანაშვილის სურვილი, რომ თქვათ, ამ შემთხვევაში გააგრძელოს სხვა მიმართულებით მუშაობა, მაშინ როდესაც მან 2016 წლიდან საჯარო სფეროში არაერთ თანამდებობაზე ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ, ის არის ადამიანი, რომელიც ამის შემდგომაც ზუსტად ასევე გააგრძელებს პოზიტიურად თავის მოღვაწეობას, ასევე ლოგიკურად გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ ამაში მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ეხლა უკვე მცირე ხნის შემდგომ ნდობა გამოცხადებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე და იმის შემდგომაც კიდე რა თქმა უნდა ვიმეორებ, აქ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება პროცესები, გუნდურად გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად ბუნებრივია დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ეს პროცესები განვითარდება პოზიტიურად იმ მიმართულებით, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. საკმაოდ კრიტიკული გზავნილებით გამოირჩევიან და ძირითადად აპელირებენ იმაზე, რომ ანდრიო ხანაშვილმა დააკლოს სუს რაღაც ისეთი, რასაც ახლა მდინარაძემ შეიძლება შემატოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ან პირიქით, ხო, მოკლედ, თქვენ როგორ უპასუხებთ ამ გზავნილებს და მართლაც არის თუ არა ეს ყველაფერი დღის წესრიგში, ან დააკლო რამე ანდრიო ხანაშვილმა სუს თქვენი პოზიციით? მე მგონია, რომ ნაცმოძრაობა
და მისი ფილიალები უფრო უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა მოუწევთ იმის შემდგომ, როცა ოფიციალურად გაუქმდებიან. არანაირი აზრი იმას არ აქვს, რა სიტყვის ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თუ მომავალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით. და აზრი იცით რატომ არ აქვს? უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კი არა. არჩევნებში ვერ გადაწყვიტეს, სად უნდა მიიღოთ მონაწილეობა და სად არა. ვინც იღებს მონაწილეობას, ისიც ვერ გადაწყვიტეს და ვერ შეთანხმდნენ, სად დააყენონ კანდიდატი და სად არა. ვინც არ იღებს მონაწილეობას, სად პროცესები უნდა გქონდეთ და სად რევოლუციაზე ელოდებოდნენ და სად თარიღზე შეთანხმდნენ, ამაში ვერ ერკვევიან და ასეთი ადამიანების და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების აზრი ვის საინტერესებს საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით. მე მგონი თავად ნაცმოძრაობის ამორჩეველიც კი მიხვდა, რომ ბოიკოტი ნაცმოძრაობამ და მისმა ფილიალებმა გამოუცხადეს საკუთარ ამომრჩევლებს. გარდა იმისა, რომ არსა და აღარაფერში აღარ მონაწილეობენ, სხვა ვერაფერ შეტყობინებას ვერ უგზავნიან თავიანთ ამომრჩეველს. ვერც იმას ეხლა რას აკეთებენ და ვერც იმას მომავალში რა უნდა გააკეთონ. ამას მოყვება ხოლმე მერე ჩხუბი და დავიდარება და დაპირისპირება ზუსტად ერთმანეთში. ლელო ნაცმოძრაობასთან, ნაცმოძრაობა გახარიასთან, გახარია ახალთან, ახალი ძველთან და ასე შემდგომ. ეს ბუნებრივი პროცესია და ბუნებრივი პროცესი არის ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მიზანი. მიზანი მათი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა და როცა არეულობაა მიზანი, სამყაროში არსებობს ბუმერანგის პრინციპი. რა ბოროტებაც გაქვს განზრახული, იგივე გიბრუნდება შენ. მიზანი ქონდათ არეულობა, მიიღეს საკუთარ ეგრეთ წოდებულ გუნდში არეულობა და ასე იქნება ყოველთვის. როგორც ყოველთვის არასწორი არა მარტო ინტერპრეტაცია და პოლიტიკური შეხედულებები, გამოთქმებიც კი აქვთ არასწორი. შვიდობიანი რევოლუცია, შვიდობიანი დამხობა რომ მოძებნოთ ვერც ერთ ლექსიკონში ვერ იპოვით. იმიტომ რომ თუ არის დამხობა და რევოლუცია, იქ მშვიდობა არ არის და სადაც არის მშვიდობა, იქ არც რევოლუციაა და არც დამხობა. აი ორი სიტყვა ვერ თქვეს გადაბმულად, რომ ელემენტარულად რაღაცა ქართულად გამართულად ეთქვათ. ის მაინც თქვა რომ რევოლუცია ჩამოგდება, დაპირისპირება, ფიზიკური ძალადობა და ასე შემდგომ, რაც არ გამოუვათ, მაგრამ რაც უნდათ წესიერად მაინც თქვა. ესე იგი თან უნდათ რომ რევოლუცია მოახდინონ და თან ხალხს უნდათ აჩვენონ რომ მშვიდობას იცავენ. აი ეს არის ამათი ნარატივი. არასწორი, არაქართული და ანტისახელმწიფოები. ოპოზიციის ნაწილს თავაგზელებ ბატონო? დამხობა ერთადერთი შეუძლია თავიანთი თავის, რასაც ძალიან კარგად აკეთებენ და შვენევრად უყურებს ამას ქართული ხალხი და დასრულდება ეს დამხობა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ბატონო გურამ, ცალკეა ოპოზიციური პარტია რას აპირებს მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ და როგორც წეღან გახსენეთ, არეულობა ამ ოპოზიციური პარტიის შიგნით. თუმცა არის მეორე მხარე ოპოზიციის, კერძოდ ისინი ვინც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, იცით რომ საერთო მერობის კანდიდატი ირაკლი ყურტრაძე ყავთ, გახარიას გუნდის და ლელო ძლიერ საქართველოს წევრებს, რა შანსები აქვთ ახლა მათ? თქვენი პოზიცია რა არის? ჯერ ერთი უნდა კოალიცია იმაზეც ვერ თანხმდება, რომ არჩევნებში მონაწილეობს თუ რევოლუციურ პროცესებში. არც იმას ამბობენ, რომ იმ პროცესებს არ უერთდებიან ეგრეთ წოდებულ მშვიდობიანი დამხობას, რომელიც აქვს მიზნად ნაცმოძრაობას და მის ფილიალებს და თან ვითომ უნდათ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ არჩევნებში არათუ ვერ მონაწილეობენ, სარეკლამო რგოლებშიც კი ვერ გამოაქვთ თავიანთი სათქმელი. რომ გადახედეთ სარეკლამო რგოლებს, რომელიც არის უფასო. საერთოდ ხალხს ვერ ეუბნებიან, რას პირდებიან. და იმიტომ ვერ ეუბნებიან, რომ არც იციან, არც აწყობილი არ აქვთ, არც ინფრასტრუქტურა, არც მიზანი, არც პიარი ყავთ ისეთი, რომ თქვათ მიზნიდან გამომდინარე რამე რეკლამები გქონდეთ და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელიც იყო გამომდინარე იქიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როცა შენი ქვეყნის
მშვიდობისთვის არ იბრძვი, ყოველთვის ეს შედეგი გექნება. ის რომ დედანაცმოძრაობა და მისი ფილიალები არიან მხოლოდ ბოღმის დღის წესრიგით, ზუსტად ემთხვევა და მტკიცებულება არის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან როცა გაფორმდა სტრატეგიული ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, აქ ყიჟინა გამართეს, რომ კომუნისტურ ჩინეთთან ასეთ ურთიერთობას როგორ ბედავთო. ეხლა როცა აბსოლუტურად სხვა ფორმატია იქ შანხაის ფორმატი, სადაც საქართველოს როგორც წევრი არ არის და მიწვეულები არიან წევრი ქვეყნები, ახლა იმაზე საუბრობენ, რომ აი ჩინეთში რატო არ არის მიწვეული საქართველო. აი მარტო აი ამ ორი მოცემულობით ჩანს, რომ აი ეს ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები თავიდან ბოლომდე არიან გადასულები ძალადობრივი დღის წესრიგის შესრულებაზე. აბსოლუტურად არაფერი გონივრული, პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ხალხს არ გააჩნია. ვინა? მე რატომ უნდა შევაფასო? ლეიბოლისტური პარტია თავისი ისტორიიდან გამომდინარე და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა რეიტინგით აგელობს ქართულ საზოგადოებაში, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. და ეხლა მე არ მგონია, რომ ისეთი პიროვნებები გამოჩნდნენ, რომლებიც ლეიბოლისტურ პარტიას რეანიმაციიდან გამოიყვანენ და დანარჩენს ნახავთ არჩევნებშიც და არჩევნების შემდგომაც. მანდატებთან დაკავშირებით ბახარიას გონივრებს აპირებთ. კომიტეტის პარტიაში όπως ხოლმე შეუწყდათ მანდატები, რატომ უწყობთ მანდატებს? არა, მე მგონი 12 უფლება ადგილმონაცვლეების შემოსვლით. ნუ ჩვენ ვასრულებთ რა თქმა უნდა კონსტიტუციის და რეგლამენტის დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან, ტოვებენ ან უწყდებათ უფლებამოსილება, როგორც პარლამენტის წევრებს, შემდგომი მათი წევრები, კანდიდატები შემოდიან უკვე საქართველოს პარლამენტში. აქაც მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ პარტიის თანხმობა თუ არ იქნებოდა ამ კანდიდატებს, ვისაც ახლა ჩვენ ვიხილავთ უფლებამოსილების ცნობას, ვერ დადგებოდა ეს საკითხი. აქაც ორმაგი სტანდარტია, რასაკვირველია, თუმცა პროცედურულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გავივლით ამ საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე და შემდგომ უკვე პლენარულ სხდომაზე. ბატონო გურამ ერთ კითხვასაც დაგისვამთ, ამ წიაში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ძირითადი ნაწილის უკვე განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ამის ფონზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან და მათ შორის დაპატიმრებული მოქალაქეების ოჯახის წევრების მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ მათ არ აქვთ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი. თქვენ როგორ უყურებთ მიმდინარე პროცესებს და თქვენ რა მოლოდინებს გაქვთ? საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ბოლო დღეებშიც ვხედავთ, რომ მათ შორის გერმანიაში, როდესაც ხდება ძალადობრივი აქციების დარბევა, როგორ იქცევიან იქ პოლიციელები. ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით ხდებოდა სამწუხაროდ, პირიქით თავდასხმები 99% და 19 შემთხვევაში ხდებოდა თავდასხმები პოლიციელებზე, რომლებიც იდგნენ უბრალოდ წესრიგის დასაცავად აქციის მონაწილეების მხრიდან. ასეულობით ასეთი ძალადობრივი მონაწილე გახდა და ბუნებრივია, როდესაც საჯარო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილე ძალადობრივად ხან მოლოტოვის კოქტეილს ესწრის, ხან ქვას ესწრის, ხან დანით მივარდება პოლიციელებს და ასე შემდგომ, როგორ გონიათ იმ პოლიციელებს ოჯახები არ ყავთ თუ ადამიანები არ არიან და ახლობლები არ ყავთ და თქვათ რაიმე განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ. არავინ არ საუბრობს სამწუხაროდ ამაზე. თუ აქციას ატარებ, ჩაატარებ მშვიდობიანი აქცია. თუ რევოლუციისთვის ემზადები, მაშინ მიიღე ის, რასაც მოგცემს სასჯელს სასამართლო. თან შენ გინდა ვითომ რაღაც კანონი დაარღვიოდათ, მეორეს მხრივ არ მიიღო ის სასჯელი, რასაც ასევე კანონი ითვალისწინებს, ამას ანარქია ქვია და ანარქიაში ჩვენ არ ცხოვრობთ. თუ უნდათ რომ იცხოვრონ ანარქიაში, წაბრძანდნენ იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი აქვთ, რომ პოლიციელებს თავს დაესხმიან. აბა მიბრძანდნენ აეთი გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში,
მიბრძანდნენ ერთი და უბრალოდ ფიზიკურადაც კი არ დაუპირისპირდნენ. უბრალოდ შეაგინონ იქ პოლიციელებს. სადა მოყოფენ თავს, აი მერე ვნახოთ. სხვათა შორის საგამოძიებო კომისიაზე არაერთხელ დავსვით კითხვა, მათ შორის პირადად გახარიას მიმართ, თუ როდის აპირებდა ჩამოსვლას. და ძალიან თამამად ამბობდა, რომ ის მალე ჩამოვიდო და არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას და ასე შემდგომ. და ეხლა უკვე პროცესები ისე მიდის, რომ ის როგორც ჩანს იქ რჩება, ჩამოსვლას არ აპირებს. ერთადერთი მოლოდინი რა გვაქვს? წლების განმავლობაში სააკაშვილი მოფრინავდა ხან ღრუბელ, ხან ზღვები და მდინარეები და მერე კონტეინერით ჩამოვიდა აქ არაჟნის კონტეინერით და ეხლა საინტერესო ის არის გახარია რომელი კონტეინერით შემოვა თუ ზღვით შემოცურავს თუ რას აპირებს მომავალში ერთადერთი განსხვავება ეგ არის და მოლოდინი ეგ არის როგორ შემოვა მატარებლით თვითმფრინავით წყლით ზღვით თუ ბალახებით